Washington Irvingi, Rip Van Winkle, მოთხრობა. საქსთა ღმერთის, ვოდანის მადლმა, ვისი სახელიც ქვია ოთხშაბათს, რაიც ვოდანის დღეს აღნიშნავს. თვით ჩემს სამარის კარამდე მე მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტებას ვხახადებ. კარტრაითი, ვინც მდინარე ჰადსონს აღმაახყოლია, კააცკილის მთებით ემახსოვრება. ისინი წარმოადგენენ აპალაჩის დიდი ქედის განტოტებას, მოჩანან შორს, მდინარის დასავლეთით. ატყორცნილან საკმაოდ მაღლა და გარემო სანახებზე ბატონობენ. წლის ყოველი დრო, ამინდის ყოველი ცვალება, დღის თითქმის ყოველი საათიც კი რაღაც ცვლილებას იწვევს და ამ მთების ჯადოსნურ ელფერსა და მოყვანილობაში და დიაცთა მთელი მარაქა, შორეული და ახლობელი, ნამდვილ ბარომეტრებად მიიჩნევს მათ. თუ კარგი დამდგარი ამინდია, მთები ლურჯი და მეწამული ფერით არიან მოსილნი და მკაფიოდ ისახებიან დაისის მოწმენდილ ცაში. ხანდახან კი, როცა ზეცის დანარჩენი ნაწილი მოკრიალებულია, მათ მწვერვალებს რუხი ნისლის ყაბალახი მოუხვევია თავს და ჩამავალი მზის უკანასკნელ სხივებში შარავანდედით მოსილი გვირგვინივით ღვიან და ელვარებენ. ამ ჯადოსნური მთების ძირში გზავრი ალბათ შეამჩნევდა ხვეულად ამავალ მსუბუქ პოლს, ხეებში მოკიაფე ყავრით დახურული სახლებიდან რომ ადის სწორედ იქ, სადაც მთის ფერდობების ლურჯი ელფერი უფრო ქვემოთ მდებარე სანახების ქორფასი მწვანეში ინთქმება. ეს გახლავთ ერთი პატარა, ძალიან ძველი სოფელი, დაარსებული რომელიღაც ჰოლანდიელ მოახალ შენეთაგან, ჯერ კიდევ ადრე. დაახლოებით კეთილი პიტერ სტიუვეზანტის უფალმა განუსვენოს გამგებლობის დასაწყისში. 2 წლის წინათ ჯერ კიდევ მოიპოვებოდა იქ ძველ მოახალ შენეთას სახლები. ჰოლანდიიდან წამოღებული წვრილი, ყვითელი აგურით ნაშენი, რომელთაც ალათიანი სარკმლები და ფლიუგერებით შემკული სახურავების წინაპირები ჰქონდათ. სწორედ ამ სოფელში და ისიც სწორედ ერთ ამისთანა სახლში, რომელიც მართალი მოგახსენოთ სასტიკად დაეზიანებინა ჟამთა სიავესა და ავდარს. მრავალი წლის წინათ, ვიდრე ქვეყანა ჯერ კიდევ დიდი ბრიტანეთის პროვინციას წარმოადგენდა, ერთი უბრალო, გულკეთილი ვინმე ცხოვრობდა, სახელად რიპ ვან უიკლი. იგი გახლდათ იმ ვინ უიკლების შთამომავალი, რომელთაც ასე გამოიჩინეს თავი პიტერ სტიუვეზანტის რაინდულ ხანაში და თან ახლდნენ მას ციხესიმაგრე ქრისტინას ალყის დროს. ოღონდ თავისი წინაპრების მხედრული ბუნებისა ბევრი არაფერი დაჰყოლია თან. უკვე მოგახსენეთ, რომ იგი უბრალო, გულკეთილი კაცი იყო. ამასთანავე კეთილი მეზობელი და დაბეჭავებული, თვინიერი ქმარი. ჭეშმარიტად უკანასკნელ გარემოებას უნდა ვუმადლოდეთ იმ სულიერ სათნოებას, რომელმაც მას ასეთი საყოველთაო სიყვარული მოუპოვა. ვინაიდან ის კაცები არიან განსაკუთრებით მონამორჩილნი და სათნონი გარეთ, რომელნიც კაპასების ხელქვეითად ბრძანდებიან შინ. მათი ხასიათები უეჭველია მოქნილი და ადვილად გამოსაჭედ ჩამოსაყალიბებელი გახდა შინაური ჭირვარამის ცეცხლოვან ბრძმედში და საწოლში ფარდის უკან მიღებული რჩევადარიგებანი ქვეყნიერების ზურგზე ყველაზე უფრო უკეთეს ქადაგებებს წარმოადგენენ მოთმინებისა და ამტანობის სათნოებათა შესათვისებლად. ანჩხელი ცოლი. ამიტომ ერთის მხრივ საკმაოდ ასატან ღვთისწყალობად შეიძლება მივიჩნიოთ და თუ ეს ასეა, რიპ ვან უიკლის სამგზის კურთხეული მაინც გახლდათ. დანამდვილებით უნდა ითქვას, რომ იგი დიდად უყვარდა სოფლის ყველა დიაცს, რომელნიც როგორც მშვენიერი სქესის წესია, ყოველთვის მის მხარეს იჭერდნენ ოჯახური კინკლაობის დროს. თან მუდამ როცა კი ამ საკითხებზე ჭუჭუკებდნენ ხოლმე საღამოობით, ყველაფერს მხოლოდ ქალბატონ ვან უიკლის აბრალებდნენ. სოფლის ბავშვებიც სიხარულით აჭყლოპინდებოდნენ, როცა მას თვალს მოჰკრავდნენ. იგი ეხმარებოდა მათ გართობაში, უკეთებდა სათამაშოებს, ასწავლიდა ბრანის აშვებას, ბურთულების ტყორცნას და მოჩვენებების, კუდიანებისა და ინდიელების გრძელ ამბებს უყვებოდა. როგორც კი ჩამოივლიდა სოფელში, ბავშვების გუნდი შემოერტყმოდა ირგვლივ.
ებღაუჭებოდნენ ტანისამოსის კალთებზე, აბობღდებოდნენ ზურგზე, ათასნაირ ოინებს უკეთებდნენ სრულიად დაუსჯელად და გარშემო სანახებში ძაღლიც არ მოიძევებოდა ისეთი, რომ მისთვის შეეყეფოს.